რანა მეტანი. ანუ ვერ გავალ. ხოდა კი. მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. ეხლა მე და ნუკრი მივდივართ ძალიან მაგარ ადგილზე, რაღაც ძაღლის მოყვება. ლამაზ ძაღლი არის თალთალა. ჰასკს გო. თან თვალებიც ეგრე აქვს, ცისფერი, ყავისფერი. მოკლედ ეხლა მივდივართ ძალიან მაგარ ადგილას, სოფელი ნიკორწმინდა, ხო? ხო, გოგოდ გამოვედით ახლა ნიკორწმინდიდან. სოფლიდან გამოვედით ნიკორწმინდიდან. და ავტოსტოპით წამოვედით. ეს ცუდი გზა და ცოტა ხანში ტყეში ვარ. ცოტა ხან შევალთ ტყეში და აი ესეთი მაგარი ადგილი გელოდებათ წინ, ისეთი რომ რავი. მოკლედ ძალიან მოგეწონებათ. კაი ვლოგიც გამოვა. ზამთარში. ჩათვალეთ ეხლა არის შუა პაპანაკებას სიცხე და ჩვენ მივდივართ ზამთარში. კი, აი ეგრეთი სიტუაცია იქნება ზუსტად. ტყეში რომ შევალთ იქნე გავაგრძელებთ და ნახავთ რა. ბიჭი ნახე თეთრი ხაზი როგორ აქვს თეთრ მასზე, ყავისფერ თვალზე. ნახე რა ლამაზ ზუგა. მოკლედ ძაღლების აკიდება წესია უკვე. წესია უკვე ჩვენი რა სადაც ყველგან რაღაცის ძაღლი აგვება. რა არის? შემოვედით ტყეში. აი ცით როგორი სუნი არის? ნაწუნარი ტყეში ხო. რო აი ტენიანი სუნი არის. ფოთლების და წვიმის. ჩვენი ძაღლი რომელიც გამოყვა, მას სერიოზულად მოყვება უკვე. წინ არის გავიყავი და გაი. წინა წასული ზვერავს ტერიტორიას. რამეს თუ დაინახავს, მიდი წეგან შევხვდნენ გზაში ძროხები, მათ გაეკიდა უყევთ და აი ძალიან დაგვიმეგობრდა. ო, ძაღლი რომ მყავდეს წავუვანდი, მაგრამ მას პატრონი ეყოლება, ეს მოვლელი არა ჩანს. ხო. კიდე ის რა ქვია? ფანარის ხო გაქვს არკე? რა თქმა უნდა. იქ. არა ის სიბნელი ძაღლი. მაინც ის სიტყვაზე იქ შევედი. იგაც. არ არის მაგის პრობლემა. ეხლა გამოვიარეთ. ანუ ავტოსტოპით წამოვედით, ორი მანქანა და გამოვიყენეთ გზაში. ნუ ერთი ამ სახლიდან ერთი, ამბროლაში ხო. მოსულიყავით და მე ნიკორწმინდაზე ზა. მეორე მუცე მოგვიყვანა ნიკორწმინდასთან. ეკლესია. დაახლოებით გამოვიარეთ 5 კილომეტრი. ხო და ეკლესია ის არის. რესტავრირდება და მაგით არ შევედით. დაკეტილი არის მე მგონი. გადაღებული ქონდა შარშან. უბრალოდ ვიდეოს სახით არა, როგორც ფოტოები რა. ცოტა ხანში შეგეხმიანებით აბა. მეგობრებო, გზიან ტყეს გამოვსდით და ხა ესე პატარ-პატარა ორნაბიძე არის ზუსტად. ბილიკებით გამოჩავდით პირდაპირ მივიდეთ. 5 კილომეტრი გვაქვს გამოვლილი ჯერ. ეგ არაფერი, ჩვენთვის 5 კილომეტრი ორნაბიჯის საქმე არის უკვე. იმდენი ვიარეთ. წინა ვლოგები თუ ნახეთ, ან ამას დავდებ წინ, ან იმას არ ვიცი. რავი. როგორ მიცურავს ფეხები. აი ეგ არის გამოჩნდა უკვე. კი, ზე არის რა გამო. ნახავთ მეგობრებო, ეხლა მივხვდით ნელა. აი, აი სად მოვედით. უკვე ის რო აქ. ეკო. სიუჰაირი არ მოვიდა ცოტა. კი, შენ ცოტა ჩადი ძირს და ეგ არის. ძირს ვიყურო ჯობი არა ვიცი ხო. აუ რა მაგ. აი ეს არის საყინო. ეგრეთ წოდებული. ეხლა ჩავალთ მეგობრებო საყინულეში. ორნა იმენა ჩახოთ თუ არა ეგრევე ზამთარია ძირს. მანდაც ხوار ცურავს ძალიან გზა. მაგრამ უკვე აცივდა. მეგობრებო, ამ ადგილს საყინულეს იმიტომ ეძახიან, რომ ეხა შეიძლება არ იყოს, მაგრამ ძვერად რა. აი იმ ადგილზე ზუსტად პატარაობაში რომ მოვედი, მახსოვს იდგა დიდი ყინული იდო რა, ყინულის ფენა. ძალიან. წყალი ჩამოდიოდა და იყინებოდა ახლა ხოლმე. ჩამოდის წყალი. ეხლა ჩამოდის წყალი, გაჩვენებს მოკლედ წინა მხრიდან უფრო უკეთეს. აუ ჩავიყინე. ეს არის საყინულის მღვიმე. ისე აქ რამე პროდუქტი რო შეენახა თუ ძალიან დიდხანს გაძლევდა. ჩუმად უსმინეთ წვეთების იმას. ჩუ? ეხლა ლესუსველი არის ხო? აი ამ ადგილზე მეგობრებო პირდაპირ შუაში იდო ყინული, იმიტომ ამოსულებული ადგილი. და კლდეც სუსველი არის. ძის ხო, აგაშები. ის ნახე რა ფერი გამოჭრილი. მოგეთ რაღაც. ჩადი. რაღაც გიგონია. რა თქო ხოჩადი.
სერიოზულად ცივა, აი ზემოთაც არასა ეცნია. დავათარი. მე მგონი ზოგადად ასეთ გვირაბები ყოველთვის უკავშირდება სხვადასხვა მღვიმეებს და ანუ სისტემა არაერთგვარი და ამ გვირაბებს შეიძლება სადმხოლოდ გავყოლოს, მაგრამ ასე პირდაპირ ვერ წავალ. შევალ პროსტა მეგობრებო გაჩვენებთ. თან მიყვარს ეგეთი რაღაცეები. პროსტა დედა ჩემი იყოს ახლა გადაირეოდა. გვირაბში შევიდო. ამას ჩავიდეთ ხოლმე. მამა ჩემი იყოს კიდე უარესი. ის თვად გადაირეოდა. ყველაზე ჯიგარი ძაღლი მეგობრებო რაჭაში არის ეს. არც გვიცნობდა არაფერი, გვიცნო რომ უნდა გვინდოს და წამოყვა. საჭმელი არ ქონდა ეხა წამოღებული ვინაიდან ახლოს ვარ, სწორე სულ ამას დაუგდებდი ყველაფერს. ჯერ ჩავიდეთ სუქემოთ, მე ავიდეთ იქ გამოგავლთან. გაჩი. ისე ხო მეგობრებო, ხმაურზე ხო იცით იძრის. აიცით როგორი სიცივი არის? აი ზამთარში დილით რო გაიგეთ. ხო, ზამთარში დილას რო ადგები და ძალიან რო აქცივა, მაგრამ კანი რო გიცივდება და ჰაერსაც რო ცივის სულთა უკვე. აი. ისეთი ლამაზი ძაღლი არის. ნაგავი ყველგან რატომ ხვდება? ძალიან ღორები არიან ადამიანები. იქ ბექარო წერია ქვაზე. ჩემი მამიდაშვილის ხო რა. რავი აქ ხო იყო და. სახელებია ტონა და ჩვენც მივწერთ სადმე. რა მაგარია. ზემოდან კი არ შემოსახება, ქვევიდან ძალიძია. ხო, ზემოდან რომ მოხოთ მეგობრებო, გეგონებათ რაღაც პატარა ჩასასვლელია. აი ხა აქედან რო უყურებ, დიდი მანძილია. აი შეხედეთ. მაგარია. როგორ ჩანს იქიდან ჩამოდის წყალი? ყველაზე დიდი რაოდენობით. აი კიდო ყინული რა მოკლედ, სადაც ახლა დგავართ. ზუსტად სად ვიცი? აი მათგზე. ხო. კლდის დაბოლოება და შიგნით ჩაღრმავება რა იყო და აქ ძალიან დიდი ყინული იყო. ლოდივით ყინული იყო. თანაკ არაფერი არ იჭერს. არა ხო, ისეთ მღვიმეში ვართ. აი უკვე მართლაც ცივა. ცნობ. ძალიან სიწყნარია ერთადერთი რასაც გაიგებ ეგ არის ეგ წვეთების ხმა. ძაღლია სულა ზემოთ. იქ დაასატყავებს და რო აღარც გნახავს. კარგად დაგათვალიერები გვით და ოპ. და ზემოთ რო არის ის გამოქვაბული ნუკრენ რომელიც მითხრა შევალაბა სანამდე გავხაჩო. ვიშაშაშა. აქ უკვე ცოტა სიბნელი არის. აი, ეგა გვირაბი. ახლა უკვე წინ დაგაჩვენებთ. ნახეთ. ბიჭო, რასველი ქვები არის? ხალხი არის მაგიდა. ბიჭო, ყური დაგვერდი. რასა? ორსკლი გამოდის პირიდან. მასა ნახე ზაქრე როგორი გამჭრია. რასა გავსაბა?
აი ხედე მაგდა. რა, გამოდის ორთქრი აბათ ცადე. ცოტათი როგორ. გამოვში. ი, ცოტა ხანი როს უნდა მე გამოდის. აი კი წინ არის. ცურავს. აქ მიწაც ყრია, მე სულ წვე თავს და ძალიან სველია ხორბა და აბა ეკითხეთ ერთი ხორბა როგორ გაშება და არის მუდამასე ტალახიანი და სრიალა. აი ხაი ხარ. როგორ არა. მაიც სრიალა არა. ახლა ჩამოგიწუდეს ანა. ძალიან შორს არა. შეიძლება ეკო თავდება. მეც მაინტერესებს, მეც კი აღვარ. მოდი რომ თან დაჭერა დამჭირდება. აუ ისმინა ვიდეო. შუბზე დასამაგრებელი ფანარი. აუ არ წამოვიღია თბილისიდან. ეგრევე იცით როგორი ის არის ქვევით. ხაი ხელს რომ კიდევ მოყვება ტალახი იმინა თიხასავით რო გეკრობა. შეიძლება თიხა არის ვაფშე. ეგეც შეიძლება. Короче, მან ასე არის სუპერ რთული. მაგრაც როს ფეხი. მე მომინათ და შენ მე მომინათ და კამერით თუ გინდა გადამიღე. თუ გინდა კიდე გადამიღე. მაქოს თხილად ბიჭო, თხილად. არავიდა თუ რა. არა, შვედივით. ირემივით არ არის. მან თუ გაგეჩნდა ხარი იგი და რა ექსკლუზივი გამოგივა ბიჭო. მოდი მოგცე კამერები არ გინდა? რო დააწექი და მიდიხარ. მეგობრებო, ეხა ვარ. ზევით. უკვე ზევით. იტოქში ეხა გეუნები როგორ ამოვედი. ფეხი არაფერს დააყვნო. თელი ძალა გადაიტანე ხელებზე. ხარ მოტყდება. ხო და მაგიტო გეუნები ხელებზე რო გადაიტან. ხოე, კონია მოვედი კონია მეც. ეხა ხელებს დაიყდენი და ნელადად კი ძალიან ნაზად ფეხი. ბოტასებიც უკვე გამიტალახიანდა თვითონ და ხო და უკვე ჯდება. ჯდებაც დეც და ტალახი რომ წარიყოს მაინც. მეგობრებო, ისე მაგრამ იკრობა ფეხები, კარგად რომ მოწია ფეხზე გავიხდი. თიხა ის თიხა არის. მოიცავი სამი ხა მონა. ჩასვლა არ გინდა? ჩასვლა თქვი ახლა შენ აქიდან თუ რა მოსვლა. სულ ამოსული ხარ. ვიცი ამოსული რო ვარ, მაგრამ ჰე განათე ხა წინება. დაიჭირეს. დაიკიდე ხელები მეც ეგრე მაქვს. აი მეგობრებო, ხელები რას მიგო. მე შევაგონია. ტელეფონი უნდა გავრეცხო წყალში. ჩემსაც კი გავრეცხა, მაგრამ არის რა მეიქით. აქ არის რაცა. რა არის? დავთვიზის ზინოს. მართლა ბიჭო. მართლა თუ ყოფილიყო ხა წარმოიდგინე. და რომ გაგვიძებოდა. შორს მიწავართ ბიჭო. მან შეხდება რა იცი. მართლა დაცვარეთ თუ დაგვიხება. არა, ჯერ არაფერი არ ჩანს. სიაკ თავდება მoni. ან არ თავდება. იქით კიდე ჩანს. ხო, მაგრამ იქ ვერ გავევიდებით. გატევით ვერ გავეტევით. მოდი მივიდეთ იქამდე და ნახოთ მას. ხო. აუ ბიჭო. მეგობრებო, შემოვიდით. ტალახი ვერ დამაყარა. ღვიმის ბოლომდე. ხო და წინ ეს გამოქვაბული არ დამთავრებულა. ერთი დიდი სივრცეა რა. და იქით უკვე წვრილდება. პროსტა შევხედავთ როგორია. აი ბიჭო, ყინულია აგერ, აი. აი ყინულებია. ბიძური ყინული. განახეთ მე მაგასაც. მოკლედ მეგობრებო, შევხედეთ როგორაა და რა არის. აქამდე ვისამოვედით ხელები რას ვქო. თანი თიხა მიწა არის რა. და ფეხები ეკრობა ძალიან და აი ფეხი რო და ისე ეკრობა რომ 800 წია ფეხზე გაგწრება. ფეხსაც მე. ხმაკ. აუ. ხო ჩავეწებე და. ხო დიდი ხანი რო დგები უკვე. და წარმოიდგინეთ მეგობრებო, ღვიმეში ესე კარგად გამოვედით.
თან ეს ჩვენ ცხოვრებაში პირველი მღვიმეა ასე. სარაშკოთ. შენ სტალაგმიტებია. არ ვიცი. ცოტა სტალაგმიტებს ეცქავს. ანუ რბილია? არა, თუ რავი. ყინული მგონია უფრო. ხო, შეიძლება თუ სტალაგმიტები ხო ეს ისეთ მღვიმეა. მოკლედ მეგობრებო გადავალთ ხა და დაიჭი. ხმა ისმის ნეტა მანდამისი. კი, როგორ რა ხო ის ყველაფერი ის. ონეტა იმედია ძიები არ გამძრება. ხოდა კი? კიდო. დაუხვით აქ დაბჭო. გაჩი მოინტერესებს. იქიდან მეგობრებო მოდიოდა ხმა. პატარა რაცი. ვიდეოში თუ გაიგეთ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ აღდათ გავიგეთ. ფრინველმა რო აი რაღაც ხმა გამოსცეს. მაგრამ ფრინველი არ იყო შეიძლება. ხო, გამქობუშათას რაღაც ბინადრობს. აქ ჩავიდეთ თუ არა? ჩავიდეთ, მაგრამ მაცა ვიდეოში ნახოთ თუ ისმის ხმა. მეგობრებო, აი ხმა რო გავიგეთ წეღან, ვიდეოშიც ისმის. ოღონდ ძალიან პატარაზე. უბრალოდ ძალიან პატარაზე და მე ვეცდები ვიდეოს გაკეთებისას ეგ მომენტი ამოუჭრა და ხმა გავაძლიერო. ფეხი ვერ დავდგი ამის. ჩხოჯობია ჩახტე. მაგრამ რეგიო წაიქცევი. გამართლისა. ნუკრი არის ნაღდად. როგორ ცივა? ნუ გავთვი. ხო, ეს რომ მოძრაობთ. აუ, რას გავშები ტელეფონი? აი მეგობრებო, ესენი რეები შეიძლება იყოს. მე ვფიქრობ ყინულებია უფრო. ბიჭო, რა ხმა არის? ვიღაცები მოვიდნენ. გული გავხეთქათ ახლა. აქედან რო გავალთ. აუ, რა მაგარია აი. აი ეს ნუ ყინულებს არ არის, შეიძლება სტალაგმიტებია. სტალაგმიტებია კი. ოღონდ ეს ბუდიში აი ეს ხუმი არის რაღაცა ძალიან ახალი. და სტალაგმიტები შეშამისეთ შეიძლება პატარა. ძველი არ არის ანუ. ანუ აქ ხა 100%-იანი შეიძლება რამე ცხოველი არის. პატარა ოღონდ შეიძლება მელა იყოს ან დურა. არა, ეგ არ ამგონია ესეც სიცივეში მithmeდა და ზღვიმეში იყოს. ხო. გამოგაბული ცხოვრების საკე ხორცებობენ. შეიძლება ხო და ანუ ეგეთ ცხოველი პატარა რამე არის ანუ და შესაბამისად შესაშიც არ იქნება. აქ ხა ვეღარ შევეტევით. ნუ მე თავს ხელაღებული და გადარეული თუ აშევა. მაგრამ მე ეგეთი არა ვარ. ასე რომ დავხვიეთ უკან. მაცა მოინტერესებს. აი სასასვლელი კაი მაინც იყოს. არა ბიჭო საშია. დავაკვირდი აქ ნაფეხურები მაინც არ არის თუ რამე სიტყვაზე. როგორ რა აი. აი. ნუ? ეგერ ბიჭო ვერ უყურებ შეღრმებული როა. აქ? ხო. კი აი ქვემოთაც ჩანს რაღაცეები. ანუ ხო გამნები რაღაც გამქობულ ცხოველი იქნება თქო, მაგრამ პატარა ცხოველი იქნება ვედა. ციეზული არის. ჩუ არ ცოტა ხანი ვაფშე ხმარა მოიყო. იქიდან ხარი უბერავს. ო ჯერ გამნები ეს ხა რაღაც სისტემას უკავშირდება თქო ეს პატარა იგი. პროსტა ახლა ვერ გავეტევით, თორე გავიდოდით. კაი მიბრუნდეთ. დამიჭი ცოტა ხანი, მაინტერესებს ცოტა. შენ შეედები. აუ ხავინები არიან, მე მაგას დავადგებთ ხალხი და გადაირევიან. ვერ უყურე. ჰე, გადაიჭი ახლა და გავიდე. არა, ცოტაც. დამხურე. გადამიღე. კამერა მომე. ხილა გადაგივარდეს. რა სულაში ვიქცე ვაქცე როგორ გავიდეთ.
მაინც იცი უქვე პროცევა. მე მეჩვენება. მეგობრებო, მოკლედ აი ესეთი სივრცე, აი. ვიწროდ რა ნამეტანი. ანუ ვერ გავალთ რა, მაგრამ ანუ უეჭველი ვიცით რომ წინ საკმაოდ ღრმა ჩანს, ანუ ესე რო იარო. შეიძლება მე ვერ გავეტევი, მაგრამ ვიმე კიდევ ვინც უფრო პატარა ვინც არის რა. რო იაროს, კარგა გავა. ამე შეიძლება ჩავიდეს ქვევით და მიწის ქვეშა წყლების სისტემაში გავიდეს, ხდება ხო? შეიძლება ქვემოთ კიდევ ბევრი უფრო დიდი ღვინეც იყოს. რა იცით რა ხდება? მით უმეტეს ღვინეების ესეთი თემაა რა. ამოუცნობი ჯერ. ზემოთ აღარ არის ისეთი არაფერი. თორე წავალთ ეხა ნენილა უკან. ჩამოდივარ სწორად? გავუხედოთ ახლა გულები. ხოთ. ხარიდებს. კი. აუცნობ. მოაჭერი ხმა. აი სახაკ ასლა. აი თავის ნაიხაგეთყვი ატვარი ისინი სტალაგმიდები. დამჭირე, უყურე, ყინული არ უნდა გაყინული იყოს. თიც რომ მიაჭერ ხო ყოველთვის დნება პატარას და ეს არ დნება. უყურე. ოუ რა ცივი იყო. ანუ მაგას წყალი კი მოყვება, სტალაგმიდებსაც ყოფ წყალი, მაგრამ უყურე, ეს ახლა ყინული რო იყოს თითის ფორმას მიიღება გიქნება თან ღვინე არის. ხო და ეს არის სტალაგმიდები, ოღონდ ახლა ეს არის ძალიან ახალი. ახალგაზრდა ღვინე არის შედარებით და ეს ახლა 1000 წლები რო გავა, ესე ნელა ჩამოიზრდებიან და ჩამოვლიან ძირს. Jungle. აი მეგობრებო, სტალაგმიდოს. ეგ მაგარი იცი, ცხაჯვარის ვლოგზეც რო იძახდი. ვაიმე. აქ რო დაცურდე? აუ არა მოკლედ არ უნდა დასურდე რა. აქ მოგცევთ ერთ რჩევას, არ დასურდეთ. აქ სასმაგილზე თუ მოხდა. ლუკრის რჩევები არის განსაკუთრებული, გამოგადგება. მიხარია ხო ქული ტერმინა არ გაიქცნენი. თანხმები არის ამ თიხის იმნაირი, აუ ამას უყურე. აი ეს ხმარ მაგარი იყო, ცოტათი ძირო ყოფილიყო მთლად. ხო შეგიძლია აუძია. კი. და აუძია რა. და ეგ მოჭერი ხო საუბრობთ კომარლა გაიცნო. ოხ ვერ უყურებ ზოგადად. მეგობრებო, იქიდან გამოვიდით და ეხლა ავალთ ზევით. ხელები დავიბანოთ, ნახე. გასასვლელები არის აქ გარეთ. მოკლედ ავალთ და ნახოთ. მეგობრებო, მაგრად გავთიხიანდით. თიხით ავართ სავსე. აი, დაჟე კამერები, ტელეფონები, მაიკა. სელფი ჯოხი რასაგაო. და ეს რაფერი ნემეს მე. ის რა ქვია, ეხლა აქედან მივდივართ. და რისი მონასტერია? ჭელიშის მონასტერი. ჭელიშის მონასტერია, ამას გაგონილი აბრებზე წერიაო და. ანუ თუ მივაგენით მივართ და. თუ მივაგენით მივართ, ჩვენ ყველაფერს მივაგნებთ მაინც. და მოკლედ შეიძლება ეს დავტოვოთ ცალკე და ის გავაგზავნოთ, ის დავტოვოთ ცალკე, ხო ხდებით რა. უფრო საუბრობთ ეგრე იქნება. მოკლედ თუ ეს ცალკეა მაინც გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, არ დაგავწეთ ახლის გამოწერა და ვიდეო გაუზიარეთ მეგობრებს, რომ ყველა ნახოს ეს საოცარი ადგილი. გაიგონ რაჭის შესახებ. და იმ ხმასთან დაკავშირებით რაც გავიგეთ ქვემოთ ღვიმეში, დააკომენტარეთ თქვენი აზრი, რა შეიძლება ყოფილიყო. რაღაც ფანტასტიკურებს არ ვამბობ, უბრალოდ დააკომენტარეთ რას ფიქრობთ. გამოქვაბული ცხოველები. ხო, რა შეიძლება ყოფილიყო თქვენი აზრით, იმიტომ რომ გამოქვაბულში ისეთი რაღაცები ბინადრობენ, რაც ხმელეთზე არ ამოდიან. და რავი, აბა, მაგრად